ქება დიდება სამყაროს შემოქმედ უზენაეს ღმერთს. ლოცვა და მშვიდობა მის მიერ მოვლენილ მოციქულ მუჰამედს. მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბრო ბარნაბას სახარების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ბარნაბას სახელთან დაკავშირებული არის 4 წიგნი. პირველი ბარნაბას სახარება, მეორე ბარნაბას ეპისტოლე, მესამე ბარნაბას საქმეები, მეოთხე ბარნაბას აპოკალიფსი. დღეს განვიხილავ ბარნაბას სახარებას. ბარნაბას საქმეები და ბარნაბას აპოკალიფსი უფრო გვიანდელი ნაშრომებია, ხოლო ბარნაბას ეპისტოლე უფრო ადრეულ ქრისტიანობაში უფრო ცნობილი იყო. აი მაგალითად ბარნაბას ეპისტოლე შედიოდა სინაის კოდექსში. გავაგრძელოთ. ბარნაბას სახარება პირველად ჩნდება მე-5 საუკუნეში. მაგალითად მე-5 საუკუნეში რომის პაპი გელაციუსი ბარნაბას სახარებას აცხადებს აპოკრიფულ სახარებად. ანუ მე-5 საუკუნეში ბარნაბას სახარება გამოცხადდა აპოკრიფულ ტექსტად. ბარნაბას სახარების 2 ტექსტი არსებობს. პირველი ლათინური ტექსტი, რომელიდანაც ითარგმნა ესპანურ, იტალიურ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე და არსებობს მეორე ტექსტი, ეს არის არამეული ტექსტი. დიდი განსხვავება არ არის მათ შორის იმ ლათინურ ტექსტსა და არამეულ ტექსტს შორის. არამეულ ტექსტში უბრალოდ იესო ამბობს, რომ ის არის მესია, მაგრამ ლათინურ ვერსიებში უარყოფს, რომ იგი მესია არ არის. ეს არის დაახლოებით განსხვავება, სხვა დიდი განსხვავება, სხვა განსხვავების არის, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო. ხოლო ლათინური ვერსია თარიღდება დაახლოებით მე-16-მე-17 საუკუნით და იმის შემდგომ. ოფიციალურ ისლამურ კვლევებში ბარნაბას სახარება არ არის მიჩნეული ჭეშმარიტ სანდო სახარებად. ან კანონიკურ სახარებად. ისლამურ კვლევებში არასდროს არ ჩანდა ბარნაბას სახარება, ბოლო დროებში უფრო დაიწყეს ამ სახარების აჟიტირება. მოდი განვიხილოთ ანკარას არამეული სახარება, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით მე-5 საუკუნით. არამეული ტექსტია, ძალიან ბევრი რაღაც არის ის, რაც ჭეშმარიტება არის, მაგრამ ძალიან ბევრი არის ის, რაც ეწინააღმდეგება რეალობას. აი მაგალითად ბარნაბას ტექსტში პავლე გამოცხადებულია თვითმარქვიად, ხოლო ეს ეწინააღმდეგება ისლამურ სწავლებას, რადგან ისლამურ სწავლებაში პავლე არ იყო თვითმარქვია და პავლე იყო ჭეშმარიტი მორწმუნე. აი მაგალითად ავიღოთ თეფსირი მევაქიბი, ერთ-ერთი უკანასკნელი ასე ვთქვათ ეპოქის ერთ-ერთი ცნობილი თეფსირი. აი მაგალითად აქაც ნახსენებია იოანე და პავლე იასინის სურის მე-14 აიეთში, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი მორწმუნეები. თუნდაც ავიღოთ სხვა თეფსირები, როგორც არის მაგალითად ბეღავი, როგორც არის ყურტუბი, მაგალითად იმამ სუიუტის დურულ მენსურის თეფსირი და ასე შემდგომ. ყველა ტექსტში ნახსენებია პავლე როგორც დადებითი პიროვნება, როგორც მორწმუნე და არა თვითმარქვია. ხოლო ზოგიერთი მუსლიმი ქადაგებლები არასწორ ინტერპრეტაციაში არიან შესული და მათ მოუწოდებ, რომ პიროვნები, რომლებიც პავლეს ასე ვთქვათ, აცხადებენ თვითმარქვიად და პავლეს ცუდად მოიხსენებენ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ უფრო ყურადღებით მოეკიდოთ ამ საკითხს. რადგანაც პავლე არ იყო თვითმარქვია, პავლე არ იყო ურწმუნოთაგანი. ამას გვიდასწორებს ჩვენი ისლამური ლიტერატურა. ხოლო არც ერთი ისლამური ოფიციალური სუნიტური წყაროები ამ თემასთან დაკავშირებით საპირისპირო რაზმს არ გვთავაზობენ. ამიტომ შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ მსგავსი არასწორი ინფორმაციებისაგან
დავიზღვეთ თავი, რაც ვიცით, რაც დადასტურებულია, რაც ოფიციალურია და არ არის ვარაუდი, მხოლოდ და მხოლოდ ის გამოვიყენოთ ეს იქნება უპატიჟების ან დებატების დროს. وآله والحمد لله رب العالمين.